and gentlemen, we cut the action here live at the Grand Bellagio Casino. This is the Grand Bellagio Championships #2, officially brought to you for three 3-minute rounds of action in a men's kickboxing division. As always, when the fight starts, your referee by the bell with referee Roman Mailov. And now, let's get to know our fighters as he fights out of the black corner. He enters the ring tonight, 25 years old, standing at a height of 184 centimeters tall, weighing officially at 83 kgs. He holds a professional K1 record of 28 fights, 22 victories, 6 losses. Ladies and gentlemen, değerli bayanlar ve baylar, Türkiye Hoseli gidiyor Ahmet Kili Koroglu. And across the ring to his opponent, fighting out of the white corner. Tonight he enters the ring, 20 years old. He stands 187 centimeters tall, weighing officially at 83 kgs. Tonight he enters the ring with a perfect K1 record, 2 fights, 2 victories. He remains undefeated with no losses. Representing Team Jiki, ladies and gentlemen, Khalbatonebot, Dalbatanebo, Sarkat, Velodan, Zuka Arsa Ivanadze. Внимательно слушаем команды. После команды стоп не пьем. 3 раунда по 3 минуты. Обоим удачи. По углам. Ozda-ხუთი წლით აჰმეტ ილიჩი თურქეთიდან და ზუკა ივენიძე 20 წლის თბილისიდან საქართველოსდან. პირველი რაუნდი დაიწყო. ზუკა დაუმარცხებელია, დარწმუნებული ვარ, შეძლებს და გააგრძელებს დაუმარცხებელ სერიას. ისი თურქი მეტოქეს წინააღმდეგ გვაჩვენებს, რატომ არის დაუმარცხებელი. შვენიერი ფრონტ კიკი. საკმაოდ ძლიერი და ჩქარი არის აჰმეტ ილიჩი. გამოცდილება ნამდვილად დიდი აქვს კიკბოქსში. საკმაოდ კაი რეკორდით 22 მოგება, 6 მარცხი. კარგი მარცხენა. ივანიძე კარგად მუშაობს პირველ რაუნდში. შვენიერი, ძალიან ძლიერი დარტყმა პირდაპირ ფეხი ტანში. კარგი სერია იყო. კლინჩი შეიკრნენ ბიჭები. შკარა უპირატესობა აქვს ზუკას. პირველ ძლიერი, აქტიური, ტექნიკური. ძალიან კაი დარტყმა კიდე ერთი. პირველი რაუნდი. ზუკას ამხნევებენ მაყურებლები. ნამდვილად აქტივ ძლიერი პირველი რაუნდი ქონდა, შეიძლება ითქვას სერიოზული კომბინაცია ლამის დაგვეცა ილიჩი. აქეთ ამაგიდას აშკარად მიაქვს თავისკენ ზუკას რაუნდი. ცალსახა არის ეს. ძალიან მაგარი მარჯვენა პირდაპირი და ესეც კიდე ერთი პლუსი ჩაწერილი ამ რაუნდში ზუკასთვის. რაუნდი მორჩა. პასუხობს თვალს, რა თქმა უნდა.
ზუკამ ძალიან მაგარი რაუნდი გვანახა ზუკამ. ევანდელ საღამოს ეწება ლაშა გურული ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი. მას მის კარიერაში ძალიან შთამბეჭ და ბრძოლას გვაჩვენებს ზუკა და მისი ოპონენტის აჰმედ ილიჩი. შეჩივლა რომ კამერას ქვევით იყო ზუკამ, მაგრამ გააგრძელა. ძალიან მაგრა მუშაობს მისი ფეხით დარტყმები ბრუნში. და ეს რაოდენობრივად მერე რომ მოიმატებს და მოიმატებს უკვე კარდიოზეც საკაიფოდ. კარგად ბოდიში ჩარგონისთვის. კარგად იმოქმედებს. ზუკა გვაჩვენებს ბევრად მაღალ ტექნიკურ სიმაღლეს, ვიდრე მისი ოპონენტი. ბევრად მაღალს. სერიოზული სერია იყო ზუკასგან. ძალიან მაღალი დონის ტექნიკა, ძალიან კარგად იცილებს, ფანტასტიკურად მუშაობს ზუკა, არ ვიცი, სიტყვებით რთულია აღწერო. რამდენად დიდი განსხვავებაა ამ ორ მებრძოლს შორის ტექნიკა. ერთი სერია ზუკასგან ძალიან სერიოზული. კუთხე ზუკას მოუწოდებს რომ ცოტა დაისვენოს, ნაკლები აქტიურობა. შეინახოს თავი ასე ვთქვათ. მაგრამ ზუკა არ ჩერდება, ნადირობს. დარწმუნებული ვარ, უნდა რომ ნოკაუტით დაამთავროს ეს ბრძოლა. და ნოკდაუნი ზუკას ნაწილობრივ წაიქცა კიდევაც ბალანსის უკმარისობის გამო. კარგად იმუშავა ილიჩმა ამ კლინჩშიც. კაი მარცხენა ზუკასგან. ყველა სიმაღლეზე მაგრად მუშაობს ზუკა. ქვევითაც, ტანშიც, თავზეც. რაც კიდევ უფრო ართულებს ოპონენტისთვის თავის დაცვას. მეორე რაუნდის თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზუკას თავისკენ მიყავს. უკვე ვიღარც პასუხობს მისი ოპონენტი, ელოდებოდა იმ ეს ოვერჰენდისთვის ამზადებდა, მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა, აცილა ეს ოვერჰენდი. ილიჩისთვის უკვე მეორე რაუნდი მიიწურა, აშკარად სადაც ვერ აჩვენა ვერაფერი. და მესამე რაუნდში მხოლოდ რჩება რომ ნოკაუტით მოიგოს ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ქულებით ნამდვილად ზუკასი არ გამარჯვება. დაიწყო გადამწყვეტი რაუნდი. ნახოთ რა არჩევები მიცეს. ინდივიდუალურად კუთხეს აშკარად ზუკას უკეთესი არჩევები მიცეს. შვენიერი პირდაპირ მარჯვენა იყო. მიმწყდეული ყავს ზუკას, აკონტროლებს ისევ. კარგი ჯები. აქტიურობა ბევრად მეტი ილიჩმა უნდა აჩვენოს ჩემი აზრით ამ რაუნდში, იმიტომ რომ ზუკამ უკვე თითქმის ყველაფერი ქნა დამაჯერებული გამარჯვებისთვის.
მესამე რაუნდშიც არ აგდებს ტემპს პირველი და მეორესი. კარგად გადააგდო პირდაპირ ფრონტ კიკით. ვერ ახერხებს მისი ოპონენტი ილიჩი ვერ ახერხებს რომ შევიდეს წესიერად გაცვლაში. კიკი თავში მცდელობა იყო მშვენიერი. საპასუხოც იყო, მაგრამ უშედეგო. და პირი მარჯვენა ზუკასგან. ძალიან მაგრად მუშაობს. მაგრად მოძრაობს უკა ბევრად მაღალი კლასი არის. თლიანი ბრძოლა ამას გვაჩვენებს. კიდე ერთი ბრუნში უნდა დადარტყმა. ნაწილობრივად და პირდაპირ წააქცია, მაგრამ გონი უფრო ბალანსის პრობლემა იყო ისევ. კარგი პირდაპირ მარჯვენა ისევ ზუკასგან. ტანშიც კარგად მუშაობს. ისევ ყველა განზომილებაში ვტევს საერთოდ ზუკა თავში, ტანში, ფეხში. ამხნევებს ყველა ზუკას. და დამთავრდა ბრძოლა. დამაჯერებელი 3 რაუნდი არის ჩემი აზრით ზუკასთვის. საკმარისი მედიაჩვენა მარტივი გამარჯვებისთვის. და ვნახოთ უკვე საჯებმა როგორ გადაწყვიტეს. Ladies and gentlemen, this matchup comes to a close after coming 3 3-minute rounds of action in the men's kickboxing division. We go to the judges' scorecards, where all your judges see it the same way, ruling in favor of your winner by points, declared by unanimous decision to the white corner from Tbilisi, Georgia, Zuka Ivanadze.